მოგესალმებით მეგობრებო, საფხულის არ დადაგების შემდეგ ისევ ანახლებთ ჩვენ გადაცემებს და შემოგთავაზებთ ახალ ვიდეოებს, მოკლედ დასვენებული ახალი ენერგიით. დღევანდელ ვიდეოში კი თქვენ იხილავთ Land Rover Range Rover Sport 5.0 კომპრესორს მაშინზე. ვიზუალი ამ ავტომობილის თავარია მეგობრებო ფერი რა. ყველაზე მაგარი, ყველაზე ავტორიტეტული და ყველაზე პატივსაცემი გზაზე არის შავი ფერი ავტობიოგრაფიის, ასე ვთქვათ, body kit-ით, რომელიც ამ ავტომობილს გააჩნია. 20-იანი დისკები, რომელზეც ეხლა მსუქანი 45-იანი საბურავები გვიყენია, 40 უნდა იყენოს, მაგრამ ეს უფრო მეტი შესაძლებლობას მოგცემს თუ ფლობელს მოუნდება რომ off-road-ში გადავიდეს. ზოგადად ბიქსეონის ფარები, ეს ავტობიოგრაფიის ცხაურა ძალიან მოწონს, იმიტომ რომ განსხვავდება ჩვეულებრივთან შედარებიდან, რომელიც HSE მოდიფიკაცია არის, იმას სხვანაირი რადიატორის ბადი აქვს, სხვანაირი წინა შტოკი აქვს, სხვანაირი უკანა შტოკი და უკან გულში წელის ეგრეთ წოდებული თავები და ასე შემდეგ. ამ ავტომობილის ვიზუალში მთავარი არის ფერი და ამ შემთხვევაში სწორი არჩევანი არის შავ ფერზე გაკეთებული, იმიტომ რომ ყველაზე მაგრა გამოიყურება. მერე უკვე მოდის რუხი, თეთრი და ასე შემდეგ ფერები. და მთავარი კიდე რომ ავტობიოგრაფიის body kit-ზე იყოს. ეხლა რას ნიშნავს ვინც არ იცის ავტობიოგრაფი მეგობრებო, აი ვთხოვ მე ოპერატორს. კაპოტი, ფარები, ბიქსეონი, ყველაფერი ნუ ერთ და იგივეა. რა არის სხვაობა წინიდან? არის აი ეს ზუსტად შესანიშნავი ლამაზი ცხაურა, არის შიტოკი, ეხლა სხვადასხვაშორის აი უნდა იყოს ნიკელის, ასე ვთქვათ, კანტი, სქელი ისეთი, ეგ გვაკლია, მაგრამ ფლობელი აუცილებლად დააყენებს. ამერიკიდან ჩამოვიდა სხვადასხვაშორის. ეს ავტომობილი არის ამერიკული, დაუთხმელი 126,000 კილომეტრი აქვს ეხლა გარბენი. და შესანიშნავ მდგომარეობაშია რა. გადავინაცვლოთ ახლა გვერდებზე. ასევე, ნუ დისკები შეიძლება ესეთი ეყენოს ან მეორე ვარიანტი, ასე ვთქვათ, 5 ქიმიანი თუ არ ვწდები, ძალიან ლამაზი რომელიც ძალიან უხდება. კიდევ არის აი ეს სხვაობა მეგობრებო. ავტობიოგრაფის აქვს აი ესეთი, ეგრეთ წოდებული ფრთაგვერდით ნაკლაპკა. შეიძლება აქ კიდევ გქონდეს ფეხის სადები, ეგრეთ წოდებული პაროგი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გვაქვს და შავ ფერში ძალიან კარგია, კარგად, ასე ვთქვათ, ზედმეტად არ გვხდება, მაგრამ ვიღაცა შეიძლება მოეწონოს. უკან რაც შეეხება როგორც ანუ HSE-ისა, ანუ ჩვეულებრივ პაკეტს, ისე ავტობიოგრაფის რა თქმა უნდა, აქ დიდი სპოილერი, მაგრამ HSE-ს აქ შედარებით პატარა, ავტობიოგრაფის აი ესეთი, უფრო დიდი, რომელიც უფრო ოთხკუთხედ ფორმას აძლევს ავტომობილის ვიზუალს და უფრო მაგრა გამოიყურება, ძალიან უხდება და ძალიან დიდი სხვაობა აქვს. შავი რო ნახავთ, თქვათ, აი ესეთი რესტაილინგი, თქვათ, არა ავტობიოგრაფი და მე შეხებოთ ამას ცადა დედამიწა და აი ღირს ასე ვთქვათ, რომ თქვათ, ვისაც არ ყავს ავტობიოგრაფი, იმან გადააკეთოს და საერთოდ სხვა ავტომობილი ხდება შესახედაობით. ასევე უკანა შიტოკიც განსხვავდება იმით, რომ აი გვაქვს აი ეს დამატება და აი ეს თავები მეგობრებო. აი ეს არის სხვაობა. უკან გვაქვს სუპერჩარჯის ნიშანი, რა თქმა უნდა ეს ავტომობილი არის 5.0 კომპრესორი, რესტაილინგი რაც შეეხება ზოგადად ამ მოდელს 2005-დან დაიწყო Land Rover-მა მისი წარმოება. 2009-ში, 9-ის ბოლოს უკვე 10-დან დაიწყო რესტაილინგი და რა თქმა უნდა არის განსხვავება ფარებში, წინ უკან და რა არის ახლა თვითონ რესტაილინგებში კიდევ სხვაობა. არის ის რომ მაგალითად 2010-იან რესტაილინგს და 9-ის ბოლოს გამოშეულს საბარგული ეხდება ორ ნაწილად, ანუ აქედან ეს ერთი ნაწილი და მეორე ცალკე, უფრო სწორად ან ერთი ნაწილი ეხდება ესე, ან მთლიანად საბარგული. ამ შემთხვევაში ჩვეულებრივად ანუ ელექტროსაბარგული გვაქვს, აქ ესეც დამატებითი ოპციაა მეგობრებო. ანუ ამ შემთხვევაში მხოლოდ და მხოლოდ ერთი გაღების პოზიცია გვაქვს, ანუ მთლიანად საბარგული იღება. აქ ღილაკით ესე დავკეტავთ. ანუ ეს არის სხვაობა რესტაილინგის კიდევ ერთი მოდიფიკაცია, რომელიც 11-ის ბოლოდან დაიწყო, თუ არ ვწდები, ზუსტად არ ვიცი.
და კიდევ ერთი განსხვავება ამ რესტაილინგებში 10-იანსა და 12-იან 13-იან შორის ეს ავტომობილი არის 2013-იანი სუსუბოლო გამოშვება ამ თაობის L320 ქვია აი ამ ძარას ზოგადად არის ის რომ ესე იგი ეს Range Rover-ის წარწერა გვაქვს ქვევით 2010-იანში და უკვე შემდეგ წლების გამოშვებაში გვაქვს აი აქ ზევით რაც უფრო კარგი შესახედაობის არის რა რა თქმა უნდა აი ეს ხაზით აი ეს შტრიხიც 2010-იანში არ გვაქვს და ესეც დამატებით შესახედაობას სცენს რა თქმა უნდა როგორც გითხარით არ არის სტაილინგსა და რესტაილინგის შორის ფარებში არის სხვაობა არ არის სხვაობა 2010-იანში და 13-იანში ერთი და იგივეა უკანა ფარები წინა ფარები მაგრამ როგორც გითხარით ვისაც ყავს თქვა 2010-იანი HSE მოდელი ანუ არა ავტობიოგრაფი იმას შეუძლია ჩვეულებრივად სადღაც $2000 ფარგლებში ან უფრო მეტის ფარგლებში გააჩნია ვის განიყიდით და როგორ შეუძლია გადააკეთოს თლიანად აი მე რაც განახეთ ეხლა აქ ყველა დეტალი დააყენოს ავტობიოგრაფის და სიმართლე რომ გითხრათ ქარხნული ავტობიოგრაფი არის ძალიან ცოტა რაც საქართველოში და თბილისში დადის თითქმის ყველა გადაკეთებულია რა ხო რაც შეეხება კიდე ამ ავტომობილს იკითხავთ ალბათ რომ იქ რატო აწერია სუპერჩარჯი რატო არ აწერია ავტობიოგრაფი ეს ავტომობილი მეგობრებო მე არ ვიცი არ იყიდება არ ვაქებთ და ეს შექებითი გადაცემა არ იქნება ასე ვთქვათ უბრალოდ მე მფლობელმა მანახა ამერიკის სურათებში არის ზუსტად აი ესეთი არ ვიცით ეხა იქ მე ვინმე დააყენა თუ ესე გამოდიოდა ამას უკვე ვერ დაგიზუსტებთ და ვერ გეტყვით მაგრამ აქ არ არის ეს გაკეთებული და ესე ჩამოვიდა ეს ავტომობილი ამერიკიდანვე ვიცი ეხა ვინც კარგად ერკვევა ამ მოდელებში იმისთვის ამ ინფორმაციას დიდი მნიშვნელობა ქონდა იმიტომ რომ იფიქრებდა უეჭველი რომ ეს მე აქ უკვე გაკეთებული ბოდიკიტი იქნებოდა კაი ეხა გადავინაცოთ უკვე წინ და უკვე ჩავიხედოთ კაპოტ ქვეშ სადაც ძალიან მაგარი რაღაც იმალება. კიდევ ერთი მეგობრებო, ანუ განსხვავება არის აი 10-იანსა და 13-იან შორის, აი ეს მეგობრებო. ეს არის 10-იანის გასაღები, ეს არის 2013-იანის და შემდეგი წლების მოდელის გასაღები. კიდევ დამატებითი კარგი ნავაროტკა, ეგრეთ წოდებული რაც აქვს, ის რომ შეგვიძლია რომ ესე დავკეტოთ, ანუ გასაღების გარეშე შეღწევაც გვაქვს და შემდეგ უკვე გაიღება ესე ხელის ჩაყოფით. ესეც დამატებით ოფცია. ეხლა ბარემ მოდით ავხატოთ კაპოტს. შესანიშნავი სურათი გვხვდება, როცა კაპოტს ავხდით. 5-დან 0 სუპერჩარჯერი, ანუ იგივე კომპრესორი, ვერვა, ესე იგი 510 ცხენის ზალა სტოკ მდგომარეობაში. ავტომობილის მასა არის 2 ტონა და 800-ზე მეტი. და როცა ეს გეუბნებით, როცა მძღოლი არის და როცა მძღოლი ზის და მithumetes კიდე ერთი ორი ადამიანი 3 ტონასაც ხდება და მე 3 ტონის მერე მე მგონი საერთოდ სხვა მართვის მოწმობა გჭირდება და ამ შემთხვევაში გვეპატიება მაინც გადის ეს სუბუქი ავტომობილის კატეგორიაში. 6 სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი ZF-ის, რაც ძალიან კარგია. მეგობრებო, Range Rover-ზე არსებობს მოკლედ მთელი მითოლოგია, მთელი ხმები ანეკდოტები, როგორი ფუჭებადია და როგორი უსარგებლო უბრალოდ მარიაჟი რაღაც ავტომობილი, რომელიც რეალურად გაფუჭების მეც და ნერვების მოშლის ფულის დახარჯვის მეც არაფერს არ გვაძლევს. ეხლა მე მინდა საკმაოდ ესე იგი რისკიანი ნაბიჯი გადავდგა დღევანდელ ვიდეოში და გავამართლო დავიცვა. რეალურად მინდა რომ სიმართლე და რეალობა მოგიყვეთ. აი ეს ანეკდოტები რომ Range Rover-ის ფლობელები არ ესალმებიან დღის განმავლობაში ერთმანეთს, იმიტომ რომ დილით ნახეს უკვე სერვის ცენტრში ერთმანეთი. კი ბატონო, გასაგებია, რაღაც დონეზე, თქვათ, აი 2002-დან როცა დაიწყო Land Rover, Range Rover კომპლექტაცია Vogue-ის გამოშვება, ანუ დიდი ეგეც განსხვავება Range Rover-ი ცალკე მარკა არ არის საავტომობილო და Vogue მოდელი არის Land Rover-ი მარკა და არის მოდელი ვერსია, სპეციფიკაცია Vogue, არის სპორტი, მაგრამ წარმოებელი არის Land Rover-ი. 2002-დან 2005-მდე Range Rover-ებს, Vogue-ებს, რომელსაც ჰქონდათ ჰაერის ბალიშების სისტემის პრობლემა, იმიტომ რომ დამცავები არ ჰქონდათ და იქ მტვერი, უგზოობაში სიარული და ასე შემდეგ, კაი დატვირთვა მარტივად აფუჭებდა, მე ეს ავტომობილი ვარდებოდა, მე რა თქმა უნდა ეს ევაკუატორზე ხვდებოდა და მე ამას უყურებდა მთელ სოფლიოში, ყველგან ქალაქებში, ყველა ხალხი ავტომოყვარულები და რავი პრობლემები იყო. იმ მაგ მოდელს სხვათა შორის მაგ Vogue-ში 2002-დან 5-მდე იდგა BMW-ს 4x4 ძველი, ანუ M62 ძრავი, რომელიც E38 მე7 სერიაში იყო და E39-ში, ანუ 90-იანი წლების მაგ ძრავზე ჩვენ ნასაუბრები გვაქვს F-სერიის მე7 სერიაში, როცა თქვით რომ იმაზეც იძახდნენ რომ არ იყო გამძლე, მაგრამ რეალურად დღევანდელ სტანდარტებთან და დღევანდელ ძრავებთან შედარებით ის უკვე გამძლე იყო
დღესო შევაფასოთ, მაგრამ მაშინაც იძახდნენ რომ არ არისო გამძლეობა. მოკლედ, იმის თქვა მინდა რომ თუნდაც ის მოდელი, თუნდაც ეს მოდელი, რო შევადაროთ კონკურენტებს, მაგალითად Mercedes-ებს, BMW-ებს, ანუ X5-ს, X6 მაგალითად ამის შემთხვევაში იქ ML იქნება თუ ასე შემდეგ. რო ჩამოთვალოთ ზოგადად პრობლემები, სტატისტიკაც რო აიღოთ, ხო? დიდი სხვაობა არა, ყველა თანამედროვე ავტომობილი, მეგობრებო, თუ სწორი კომპლექტაცია არ არის, ბენზინის შემთხვევაში არ არის დიზელი და თუ არის ბენზინი, მაგალითად 2009-იანი, 10-იანი 4x4 twin turbo ის აი თეთრი ძრავით, რომელიც სიმსოტის ვიდეოში გესაუბრეთ და თუ სათანადო მოვლა არ აქვს, Range Rover-ი იქნება, BMW იქნება, Mercedes-ი თუ Opel-ი, ყველა არის ფუჭებათი. ეხლა რაც შეეხება კონკრეტულად, ვისაც შეძენა აინტერესებს, ანუ ვინც ეხლა შეიძინა და არ იცის თქვა, როგორ უნდა ჩაუტაროს სერვისი ამ ავტომობილს, იმათთვის გეტყვით, რომ ერთი ესეთი თავისებურება აქვს ყველა Land Rover-ს და მის მოდელებს Range Rover-ებში. მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში არსებული ცენტრის, ანუ GT Motors-ის უნდა მიბრძანდეთ და იქ უნდა შეიძინოთ მისი არ დავასახელებ ბრენდს, იქ როცა მიხვალთ თვითონ გეტყვიან თქვენ ავტომობილს win კოდის მიხედვით რომელი ზეთი შეეფერება. მხოლოდ და მხოლოდ აი ის ზეთი უნდა ჩაასხათ. ეხლა ვიღაცა იფიქრებს რომ ეს რეკლამაა, მაგრამ რეკლამა არ არის, იმიტომ რომ სხვა ანუ გარეთ ბევრი სერვისი არის, რომელიც Range Rover-ებს ემსახურება და ბევრი სხვადასხვა სერვისი არის, მაგრამ ყველა ერთ და იგივე რეკომენდაციას აძლევს ამ ავტომობილის ფლობელებს, რომ მხოლოდ და მხოლოდ ცენტრში მისი, ასე ვთქვათ, სპეციალური ზეთი უნდა ჩავასხათ. როგორც დიზელში, ასევე ბენზინში. აი ეს არის მნიშვნელოვანი და რა თქმა უნდა 5-6000 კილომეტრი არის მაქსიმუმი და ყოველთვის ამას აქ ელექტრონულად საჭირო უნდა შეამოწმოთ მაჩვენებელ დაფაზე ზეთის დონე და ყოველთვის ხშირად უნდა აკონტროლოთ ზეთის დონე. აუცილებლად, ანუ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იაროთ მინიმუმზე და უფრო ნაკლებზე კიდე. ზოგადად, გადაცემათა კოლოფიც ZF-ის 6 ჩხარიანი ყენდებოდა არა რესტაილინგშიც და რესტაილინგშიც, თუმცა არა რესტაილინგში იყო 6HP 26, რომელიც შედარებით, ბევრად პრობლემურია და მაგ შეიძლება ვაღიაროთ, რომ მაგ შემთხვევაში Range Rover Sports უნტყუნა გადაცემათა კოლოფმა და ZF-მა, მაგრამ უკვე რესტაილინგში 2009 ბოლოდან და 2010-ის დასაწყისიდან დგას უკვე ZF-ის 6HP 28, რომელიც ბევრად უფრო გამძლე და კარგი გადაცემათა კოლოფია, რომელსაც ასევე 40-50-ში ერთხელ ჭირდება ზეთის შეცვლა. ესეც რა თქმა უნდა ხარისხიანი, ну აქ შეგიძლიათ უკვე სხვა ზეთით ჩაასხათ, სხვა ზეთში იგულისხმება წარმოებლის თვითონ ZF-ის მიერ წარმოებული ზეთი. აქ უკვე ცოტა თავისუფლება გაქვთ. სხვა მხრივ კონკრეტულად ეს ავტომობილი, მეგობრებო, ამას უკვე დაკიდების სისტემა და ჰაერის ბალიშების სისტემა ძალიან საიმედო და გამძლე აქვთ, არ უფუჭდებათ, ესე რომ ვთქვათ. ნუ თუ თქვენ არ იყიდეთ გარბენ ჩამოყრილი ავტომობილი, რომელსაც 300.000-ზე მეტია გარბენი და 9ჯერ იყო მონახსნელი და გაკეთებული და ასე შემდეგ, თუ წესიერ ავტომობილს შეიძენთ, დაბალი გარბენი და კარგად შეამოწმებთ, იმ ავტომობილს 90%-95% ძალიან დიდი ხანი ეგრეთ წოდებულ პადუშკებზე მომსახურება არ დაჭირდება. დავხუროთ კაპოტი და მოკლედ შეჯამების სახით მინდა გითხრათ. კიდე გვეყოლება ჩვენ ამის შემდეგი სპორტი აუცილებლად, ამის შემდეგი ვოგიც გვეყოლება. ხოდაშორის მინდა მიუმართო ფლობელებს, ვისაც შემდეგი თაობის სპორტი ყავთ, განსაკუთრებით ესვი არის, ძალიან გვაინტერესებს და გვინდა რომ გადავიღოთ და რა თქმა უნდა 2013-ის შემდეგ გამოსული ახალი თაობის Range Rover Vogue-ის გადაღების ძალიან დიდი სურვილიც გვაქვს, ვისაც ყავს და შეუძლია რომ შემოგთავაზოს, ან Facebook-ზე მოგწერეთ, ან YouTube-ში კომენტარი დაგვიტოვეთ, ჩვენ მზად ვართ დიდი სიამოვნებით შემოგთავაზოთ და გადავიღოთ შემდეგი ავტომობილები, რაც ზემოთ აღვნიშნეთ. შეჯამების სახით მინდა გითხრათ, რომ დაკიდების სისტემა გამძლე, რამაზეა ავტომობილი, ნამდვილი უგზოობაში მავალია, ნამდვილი და არ არის ეგრეთ წოდებული პარკეტნიკი მარტო ასფალტის ავტომობილი. G-კლასივით არ აქვს 3 ხიდის ბლოკირება, მაგრამ დამერწმუნეთ მეგობრებო, აი ეს მარკა, ეს მოდელი სპორტიც და ვოგიც ცნობილია იმით, რომ უგზოობაში არის ძალიან საიმედო და ძალიან ანუ აი ყველგან მავალია. არსად აი სადაც კი თუ წესიერი საბურავები გიყენიათ, არსად არ დაგტოვებთ და ერთ-ერთი მსოფლიოში პირველია G-კლასთან ერთად და თქვა Toyota-ებთან ერთად თავისი გამავლობით, აი Range Rover-ის მთელი ეგრეთ წოდებული ფიშკა არის ეგ, უგზოობაში არის ძალიან მაგარი. მოკლედ, გადაცემათა კოლოფი ნორმალური უკვე რესტაილინგში, ძრავი შესაბამისი სანამ იყიდით შემოწმების შემდეგ თუ კარგია და კარგი მოვლის შემთხვევაში
ნორმალური შეფასებით, რა თქმა უნდა 5-დან 0 კომპრესორს ახლა უწევს რაღაც გარბენის მერე ცეპის რეკომპლექტის შეცვლა, ასე ვთქვათ და რაღაც მომსახურება, მაგრამ არაფერი კატასტროფა. დაკიდების სისტემაზე გითხარით და ზოგადად არ არსებობს კონკრეტულად 5-დან 0 კომპრესორის შემთხვევაში რამე გამოკვეთილი ისეთი სერიოზული თავის ტკივილიო ქონდეს. თავარი არის წესიერი მოვლა და ყველაზე მთავარი კიდე სანამ იყიდით წესიერი ავტომობილი უნდა აარჩიოთ მეგობრებო, კარგი შემოწმების შემდეგ, რომელშიც, რა თქმა უნდა, იაფს ვერ გადაიხდით. იაფად თუ იყიდით, დამიჯერეთ ერთი იმდენს, დაგახარჯინებთ ზევიდან და მერე უკვე ეგ Land Rover-ის და Range Rover-ის ბრალი აღარ იქნება. ეგ უკვე იქნება თქვენი არჩევანის ბრალი. მოკლედ, ყველაზე ესე ვთქვათ, დღეს რაც შეგხვდებათ გასაყიდადაც და მოძრავი ავტომობილები თბილისში. უკვე, არასტაილინგების დადიან, მაგრამ მაგაზე არ გესაუბრებით, იმიტომ რომ ბოდიში ხა ყველა არ არის სტაილინგის პატრონთან, მაგრამ ვისაც ყიდვა უნდა, ძალიან კარგად უნდა შეამოწმოთ მაშინ, რომ ბევრი პრობლემა აირიდოთ თავიდან. ძირითადად მე გირჩევთ, რომ შეიძოთ რესტაილინგი. არ არის სტაილინგში იყო 4-და-2 კომპრესორი, აი ამის წინა მოდელი და 4-და-2 არა სტაილინგის გაგრძელება არის აი ეს 5-დან 0 რომელიც სხვადასხვაის მინდა გითხრათ რომ ხო, ისტორიაც მოვყვეთ, მოდი უცებ 90-იან წლებში BMW-მ შეიძინა Land Rover-ის კონცერნი, მერე 2000-ში უკვე გაყიდა, მერე შეიძინა Ford-მა, Ford-ს 2008 წლამდე ყავდა ეს Land Rover-ის კონცერნი და მერე უკვე Indurma Tata-მ შეიძინა, ეს არის დიდი გიგანტური, ასე ვთქვათ, მსოფლიო მასშტაბის კომპანია, რომელიც მილიარდებს ძდება თავისი ქონებით და ვინმე თუ გადაობს რომ ეს არის ინდური პროექტი, არა მეგობრებო, არ არის ინდოელების ჩათვალეთ რომ ასხავენ ესე ფულს ინგლისში და ინგლისელები შემდეგ აწარმოებენ ამ ავტომობილს. როცა ეს გამოვიდა უკვე Ford-ის ხელში იყო, მაშინ Land Rover-ი და უფრო Ford-ის რაღაცეები აქვს, ძრავი აქვს Ford-ის მიერ შექმნილი, კი ქვია კოდით Jaguar-ის AJ რაღაცა, მაგრამ რეალურად არის Ford-ის. ის 4-და-2-იც არ არის სტაილინგში იყო Ford-ის. ეხლა მინდა გადავიდე ერთ-ერთ სუსტ წერტილზე და პრობლემაზე ძრავებში, ეს არის 3-დან 0 დიზელი რესტაილინგებში და 2-და-7 დიზელი არა რესტაილინგში. 2-და-7 დიზელ არა რესტაილინგს, მეგობრებო, პირდაპირ გეტყვით რომ არ გირჩევთ. მოდით არ გვინდა რომ მე ძრავი მოკლედ ისტუკება როგორ კალენვალი ტყდება. მოკლედ კლადიში დატრიალდება, ან მანდვე მიხვდებით პრობლემას და გადარჩებით გატეხვას კალენვალის, ან კიდე წაიყოლებს კალენვალს და ძრავში ესე იგი ყველაზე ეგ მაბრაზებს და მაღიზიანებს რა. ძრავში ყველაზე დიდი და ესეთი საიმედო ყინა რაც დევს, ის შუაზე ტყდება. ეგ არის ძალიან დიდი სირცხვილი. 2-და-7 შემთხვევაში 10-დან 7-8 ვარიანტში და მაგიტო არ გირჩევთ და 3-დან 0 რესტაილინგში უკვე 3-დან 0 დიზელში, რომელიც 2-და-7-ის ახალი ვარიანტია. იქ უკვე შედარებით 10-დან 4, 10-დან 3 ან 5 შეიძლება გამოვიდეს წყობრიდან, ისიც იმიტომ რომ არ ჩაასხავთ აი იმ ცენტრის ზეთს, რომელიც მე გითხარით. აი ზეთს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ თუ სხვა ზეთს ჩაასხავთ პირველ შეცვლაზე თუ არა მეორე შეცვლაზე უეჭველი გატყდება კალენვალი და მერე უკვე მოგიწევთ დაახლოებით $5,000 ინვესტიციის ჩადება, რომ თქვენი ავტომობილი გააცოცხლოთ მხოლოდ და მხოლოდ ძრავში. აი ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა 3-დან 0 დიზელის. მაგრამ ეს ბნელი მხარე. თუ თქვენ 3-დან 0 დიზელს შეიძენთ სტაილინგ ვარიანტში, კაი შემოწმების მერე, კარგი ხელოსანი გეტყვით რომ ეს არის კარგად მომუშავე ძრავი, დაბალი გარბენით, მოუვლით კარგად, ჩაასხავთ კარგ ცენტრის ზეთს, მაგ შემთხვევაში შვენივრად იცოცხლებს და კიდე ერთი პატარა დეტალი, ვინც არ იცის, ზეთს რო შეიძენთ ცენტრში აუცილებლად, მხოლოდ და მხოლოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზეთთან ერთად ზეთის ფილტრს. იმდენად ზეთის ფილტრს არა, რამდენადაც ზეთის ფილტრს პატარა რეზინა მოყვება, ეგრეთ წოდებული პლაკატკა, რომელსაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ის პლაკატკა შეიძლება იყიდოთ სხვა კარგი ცნობილი ფილტრის წარმოებელი კომპანიის, მაგრამ ზუსტად იმ პლაკატკის გამო შეიძლება საღი ძრავი უცებ გააფუჭოთ. აქედან გამომდინარე, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა რა. მოკლედ, ვისთვისაც არ აქვს მნიშვნელობა წვას, ყველაზე მაგარი ვარიანტი არის 5-დან 0 კომპრესორი, რომელიც დღეს ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი და ვისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ყავდეს ესეთი მაგარი შესახედაობის ავტომობილი თავისი შესაძლებლობებით უგზოობაში და თავისი კომფორტით გზაზე, მაშინ 3-დან 0 დიზელი არის ყველაზე კარგი ვარიანტი, იმიტომ რომ მეგობრებო, ამხელა 3 ტონიანი ავტომობილი წვავს მაქსიმუმ 11.5 ლიტრ დიზელს. და რა თქმა უნდა, დიზელი უნდა იყოს უმაღლესი ხარისხის, კონკრეტულად ერთი ბრენდის, რომელიც საქართველოში გვაქვს,
არ გადაუხდეთ ჩვენთვის ფული არ დაუსპონსორებიოთ და მაგიტო არც ვიტყვით რომელია მიხვდებით მე თქვენთან. აი ეს იყო და ეს რაც მინდოდა მე თქვა. არის კიდევ 3 და 6 დიზელი რომელიც 2009 წლის ბოლოს იყო მარტო და იშვიათობა არის რომელიც ძალიან გამძლე არის ძალიან მაგარია იმას ისეთი პრობლემები არ აქვს როგორც 3 და 0 დიზელს მაგრამ რავი ევროპიდან თუ ჩამოიყვანს ვინმე ინდივიდუალურად თორე აქ ბევრი არჩევანი არ არის 3 და 6 დიზელები. და ისიც ცოტა უკვე 14 litrზე მეწოვს და ეგ მინუსიც აქვს. ხო, მოკლედ ეს მინდოდა მე თქვა Range Rover-თან დაკავშირებით. არანაირი ანუ ფუჭებადი რაღაც მოდიფიკაციები მე თვითონ 5-0 კომპრესორი არ არის და არაფრით არ განსხვავდება BMW-სგან და Mercedes-ისგან გაფუჭების მხრივ. ის სტატისტიკა რაც არის მაგალითად ევაკუატორებზე ხედავთ ძირითადად კიდე მფლობელების დამსახურება, იმიტომ რომ რაღაც სპეციფიკური კატეგორიის ხალხი ყიდულობს Jaguar Land Rover-ის წარმოებულ Range Rover-ებს და Vogue-ებს და ასე შემდეგ, იმიტომ რომ იყო მაგალითად ერთი ესეთი შემთხვევა, რომ ქალაქ გარეთ ერთი ადამიანი გავიდა Range Rover Vogue-ით, უცებ მაჩვენებელთა დაფაზე აენთო წარწერა, რომ მინისაწმენდის სითხე დააკლდა, ეგ დაეწერა, ადამიანი ჩავარდა პანიკაში, გააჩერა ეგრევე ავტომობილი, დარეკა ცენტში, ვაიმე რა მჭირს, ვერაუხსნა თან რა ეწერა ეგრეთ წოდებულ პრიბორზე, გამოიძახა ევაკუატორი, დააყენა მანქანა ევაკუატორზე და მიიყვანა ცენტში. აი ესეთი მაგალითები უფრო აფუჭებს სტატისტიკას მინდა გითხრათ. ეხლა გადავიდეთ სალონზე. სალონში ბრიტანული სტილი იგრძნობა, ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხით მინდა გითხრათ გაფორმებული, ანუ ტყავს რასაც უყურებთ, ღია ფერის პრობლემა იცით რომ აი ყოველდღე ღიმშიც გასაკეთებელი, იმიტომ რომ მარტივად იცვლება ძალიან მაგრამ აი ტყავი რაც არის აქ მეგობრებო ეს არის აი უკანასკნელი მოხიკანი ასე ვთქვათ, იმიტომ რომ შემდეგი თაობის უკვე Range Rover-ებში, სპორტებში და Vogue-ებშიც კი ესეთი მაღალი ხარის ტყავი ვეღარ არის გამოყენებული ფიზიკურად, იმიტომ რომ ვეღარა წარმოებენ და აღარა წარმოებენ, იმიტომ რომ დაახლოებით ამ ავტომობილისთვის ტყავი არის ალბათ 12 თუ 20 ძროხა ყავთ გატყავებული და აქედან გამომდინარე ეკოლოგები ძალიან უხურებდნენ ყველა მწარმოებელს და ვეღარა წარმოებენ ნაღდ ტყავებს. და ეს არის ძალიან მაგარი, ასე ვთქვათ. მე ეს ავტომობილი, ანუ როცა ვნახე პირველად და ესეთი, ანუ გაფორმება ვნახე და ესეთი მატერიალები, ეგრევე მივხვდი რა სხვაობა იყო BMW-სა და Mercedes და ამ ავტომობილს შორის, ვთქვათ, Range Rover Sport შორის და Range Rover Vogue შორის. Discovery-ში უკვე არ არის ესეთი დონის, იმიტომ რომ ის სხვა კატეგორია და ის უფრო off-road-ზე არის გათვლილი და დასრვალზე, ასე ვთქვათ, რომ გაძლოს. ეს არის არ ვიცი მე ძალიან უმაღლესი დონის ტყავი, აი აქაც კი ეთყობა რა. ნუ მოკლედ ნაღდი არის რა, არანაირი დერმანტინი და არანაირი ტყავის შემცველი. აქ მეგობრებო ტორპედოზეც აი ხედავთ, აი არაფერში დანანებული არა აქვს რა, როგორი აი ხედავთ კანტების ეგრეთ წოდებული სტროჩკები, ანუ აი ხედავთ როგორ ჩადის ძალიან რბილი, აქაც ნაღდი ტყავი არის სხვათა შორის. იყო ორი ვერსია თუ არ ვცდები, ანუ აი ესეთი დააკვირდით 1, 2, 3 ასე ვთქვათ კანტი მიდის და არის კიდევ ორკანტიანი თუ არ ვცდები, ის უკვე იქაც ტყავია თან ნატურალური, მაგრამ ესეთი ფუმფულარბილი, რომელიც ესე კარგად ჩადის, ესეთი არ არის, მაგრამ იქაც ტყავი არის გამოყენებული. რაც შეეხება ახლა კიდე რა სხვაობა არის, როგორც გარედან გითხარით 2010-იანს და 13-იან შორის, ანუ უკვე რესტაილინგში. არის ის, რომ მაგალითად საჭე ნუ ერთი და იგივე, მაგრამ 13-იანში დამატებული გვაქვს 5-0 კომპრესორის შემთხვევაში აი ეს უკანა საჭის უკანა გადამრთველები, რაც ძალიან კარგია. გადაცემატო კოლოფი ბენზინის შემთხვევაში გვაქვს აი ესეთი ბერკეტით და დიზელის შემთხვევაში 2013-იანში გვაქვს უკვე თანამედროვე 8 სიჩქარიანი უკვე ახალი გადაცემატო კოლოფი, რომელიც უკვე ახალ შემდეგი თაობის სპორტზე დაყენდა, შაიბიანი ეგრეთ წოდებული, რომელიც გვალი ჩადის და ამოდის და სხვაობა კიდე რაც არის 2010-იან რესტაილინგში და 2013-იანში არის აი ეს მეგობრებო, 13-იანში გვაქვს აი ესეთი გადამრთველი, უკვე სხვანაირი ფორმის და 2010-იანში ჩვეულებრივი მრგვალი სატრიალებელი გვაქვს დაახლოებით აი ესეთი სტილის. დანარჩენი ყველაფერი აქ არის, აი ხედავთ, რასაც კი ხედავთ, ყველაფერი არის ძალიან მაღალი ხარისხის, აი ეს ნიკელი ასე შემდეგ. კიდევ ერთი სხვაობა რაც არის 10-იანსა და 13-იან შორის არის, აი ეს უკვე თანამედროვე ასე ვთქვათ მულტიმედიის სისტემა, რომელიც 2013-ში რა თქმა უნდა უკვე მოძველებული იყო და უკვე ძველი იყო, მაგრამ 10-იანთან შედარებით ნუ ახალია და აი ეს მულტიმედიის სისტემა აყენია ახალ თაობა, ანუ ამის შემდეგ თაობა სპორტშიც და უკვე შემდეგ თაობა Vogue-შიც 2013
2018-დან მოყოლებული ახლებში და მერე უკვე მოხდა განახლება 2017-ში თუ 18-ში ძალიან გვიან. კიდე აქ დიდი ხელისადების ქვეშ გვაქვს მეგობრებო, აი ესე გადმოდის, ესეც off-road სტილში გათვლილია და კომფორტისთვისაც რა რაღაცები ჩაალაგო, მაგრამ თავარი აქ რა არის? აქ გვაქვს მეგობრებო მაცივარი, აი ესეთი, რეალური მაცივარი, ანუ არ არის ეს რაღაცა ვენტილატორი, ანუ არ უბერავს და შეუძლია საკმაოდ კარგად შეინახოს და გააციოს ის, ასე ვთქვათ, ნივთები თუ სასმელები, რასაც მოათავსებთ შიგნით. ანუ პრაქტიკულობაშიც არ უჭირს Range Rover Sports მინდა გითხრათ. ორი დიდი ჭიქის ჩასდები და ზოგადად ჯდომის ეგრეთ წოდებული პასატკა, რა თქმა უნდა, ბრიტანული ეგრეთ წოდებული კაპიტანის, ასე ვთქვათ, ჩვენ განლაგება გვაქვს, გემის კაპიტანივით ვაკონტროლებთ ამ ოთხკუთხედი ფორმის მქონე დიდ ავტომობილს, რომელიც 3 ტონამდე იწონის და ის თუ როგორ დადის და როგორი ტიპია სიარულში, მაგას ახლა დავქოქავთ და გეტყვით, თუმცა ალბათ ყველას გაინტერესებთ 5-0 სუპერჩარჯერის ხმა და მე ახლა ოპერატორს ვთხოვ და მოусმინოთ ხმას. ამ ავტომობილს მეგობრებო აქ Suzuki Stage 1 ჩაწერილი, რამაც საბურავზე +30 ცხენი ზალა მოგვცა და ახლობით 550-ის ფარგლებში მოემატა 560-მდე. როგორ დადის მაგას ვნახავთ. დანარჩენი, ანუ კატალიზატორიც უყენია და გამშვების სისტემა, ეგრეთ წოდებული ვიხლოპი, აქ ორიგინალი თავიდან ბოლომდე, ამიტომაც არ აქვს რაღაც ესეთი განსაკუთრებული მაღალი ხმა. ეხლა ამას რო კატალიზატორები გამოუღო და კარგად ეგრეთ წოდებული პრიამიკი გავუკეთო, იქნება ძალიან მაგარი ხმა 5-0 კომპრესორს. თუმცა ამ შემთხვევაში კომფორტულად და მშვიდი გადაადგილებისთვის ესე ჯობია. ჩვეულებრივი სიარულის დროს, ანუ წყნა არა თუ შვიდად როცა დადიხარ, საკმაოდ რბილი და კომფორტული მანქანაა. ეხლა თან როგორც იცით თქვენ გვიყენია აქ, ანუ თავისი ზომებია არ, ანუ უფრო მაღალი და ეგეც დიდ როლს არ თამაშობს, მაგრამ სირბილისკენ უფრო გადაიხრება შკალა ვიდრე რამეს აფუჭებდეს. ეხლა მაღალი ზომა აფუჭებს იმას, რომ შეიძლება ნელა წავსულიყავით, მაგრამ როგორ წავედით, მაგას ნახავთ. ჩვენ საინტერესო ავტომობილთან და საინტერესო კონკურენტთან. ძალიან მაგრა, ანუ კარგად და სასიამოვნოდ დადის. კომპრესორიც კარგია და აი ეს სექტანტი BMW-შნიკები მაინც არ გვაძლევენ საშუალებას, რომ წყნარად ვიყოთ, აი ნახე როგორი თვალებით უყურება. ძად. ეხა მაინც მოისვენე, ეხა მაინც. ეს გახურებისთვის იყოს ეგდოს ეს ვიდეო. აი. წადი, გამშორდი, გამანებე თავი, ჩემს საყვარელ ბრენდს უიბებ ჩემს. აი მეგობრებო, ესე ხუმრობთ და ვიცინით Range Rover-დან X5-ზე. როგორი, ესე იგი, ესეთი მომენტია რა. ხო, როგორც გითხარით, ანუ Range Rover-ი, როგორც დასაწყისში აღნიშნეთ, ანუ სპორტი, მოდიფიკაცია, ამ Range Rover-ებში და რო ჩავსვათ აქ Land Rover Discovery-ც, როგორც დასაწყისში ვთქვით, არის ყველაზე, ასე ვთქვათ, სპორტული და ხისტი. და ეს სიარულშიც ეთყობა ძალიან, ანუ Discovery-ც, აი მაგალითად, ხო ერთი და იგივე ბაზა აქვთ, ანუ დაკიდების სისტემა, ანუ წინამორბედატორები განსხვავდება. დანარჩენი ყველაფერი ერთი და იგივეა, რამა და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც ის უფრო რბილია, ის უფრო ცოტა ისეთი ვოიაჟური, ცოტა მოქანავე, ესეთი რბილი ტიპი არის. ეს მაინც Land Rover-ში შეეცადნენ, რომ თვითონ როგორც შეეძლოთ მაქსიმალურად რამიანი ავტომობილი გამოეყვანათ. სპორტული, აი რაც შეეძლოთ მოკლედ ბოლომდე ის გამოუვიდათ და მიიღეს ის შედეგი, რასაც ახლა ჩვენ ვუყურებთ ამ 2.8 ტონიანი ავტომობილის კვალობაზე. იმის გამო, რომ ესე იგი 500 ცხენი აქვს სტოკზე
და ნუ აქ ლევს 30 ესე იგი ცხენი გვაქვს საბურავზე მაინც 550 ცხენის ფარგლებში ვართ ავტომობილის ანუ 3 ტონამდე რო არის მიახლოებული ეს ცხენები და ეს ძლიერი ძრავი აბალანსებს და პირიქით ახლა როცა დავდივართ პატარა ნუ კომპრესორი რადგან არის კომპრესორს თავის ეფექტი აქვს მაინც ესე იგი სუბუქად გვაგრძობინებს თავს რაც ძალიან მომწონს და ძალიან სასიამოვნოა. ასევე დიზელებშიც ეგრე არის. მოკლედ Range Rover-ს მაქსიმალურად და Land Rover-ს ისე აქვს გაკეთებული ყველაფერი, რომ ანუ სუბუქად იყოს ავტომობილი, გინდა სპორტშიც, ვოგშიც და Discovery-ში რო ვთქვათ ბოლომდე. იმიტომ რომ მართვა იყოს შემსუბუქებული და სასიამოვნო. კაია ესეთ ჰანგების ფონზე. ხო, მოკლედ აი ეს მინდოდა მე თქვა რაც შეეხება სიარულს, ანუ Range Rover, Land Rover, Range Rover სპორტი მაქსიმალურად სპორტისკენ გადახრილი ავტომობილია, მოკლედ რომ თქვათ და ეს ტარებაში იგრძნობა. სირბილეს რაც შეეხება, სირბილით არის შეიძლება ვთქვათ X5-თან ან სხვა კონკურენტებთან შედარებით რბილი და კარგი სამართავი. მაგრამ ნუ პრადოზე რბილი ვერ არის, ხა ამას ბევრი მიზეზი აქვს, იმიტომ რომ ამას უფრო ხისტი ამორტიზატორები აქვს, უფრო სხვა სეგმენტის ავტომობილია, კატეგორიით თუ ვთქვათ, ვითომ ერთმანეთის კონკურენტები არიან, არა და ამ დროს აი ძალიან 90% არ არიან აგებით, ნუ რამა აქვთ ერთადერთი ორივეს ესეთი საერთო. დანარჩენი ეს უფრო ესეთი კარგად სამართავი, უფრო მოყვება პრადოც ხო გადავიღეთ ახლა ჩვენ, მაგრამ რა შედარება არა პრადო არის ჩვეულებრივი, აი რავი პენსიონერული მანქანა, რომელიც ძალიან რბილი არის და ძალიან ნელი. 4-დან 0 ბენზინი არ გადაგვიღია, მაგრამ ისიც კი 8 წამში აქვს, მე მგონი თუ 8.5 წამში აქვს 100. ამას ნუ 6 და 2-ში უწერია სტოკი, მაგრამ ძალიან ცოცხალია, ეს ამწუხაროდ არ გვაქვს არანაირი გამზომი მოწყობილობა, რომ შეგვედარებინა, მაგრამ ეს ავტომობილი ყველაზე ცუდ ვარიანტში ამ მდგომარეობაში 5 და 5-ში უეჭველი დადის და ალბათ 5 და 2, 5 და 3-ში შეუძლია. ეს მოიტანა Stage 1-მა. და თან ისეთმა Stage 1-მა, რომელიც ამ ავტომობილს არ მოკლავს. ჩემი ხარ ბევრი ვარქოთ აი გადაცემა და ცოტა იფიქრა, მაგრამ მე ძალიან კარგად წავიდა და სპიდომეტრს უნდა უყურო, რომ მიხვდე ეს ავტომობილი რა ჩქარა მიდის, თორე ანუ შეგრძნებით ვერ მიხვდები. ძალიან მიდის. ხო, აი ოპერატორიც აღნიშნავს, რომ ძალიან მიდის და ჩვენ შევეჯიბრებით იმ X5-ს და იქაც გამოჩნდება როგორი შედეგები იქნება. მე შეგრძნებით ძალიან უბრალოდ აქ გვაქვს ორმაგიშუშები, როგორც გითხარით, სრული კომფორტი, სრული სიამოვნება და ამიტომ გამომდინარე, იმდენად სიჩქარე არ იგრძნობა. ნუ უფრო სპიდომეტრს და ძალიან მაგრამ მიდის. ეს კომპრესორი ძალიან უწევს და ოპტიმალური ვარიანტი ჩემი აზრით არა მარტო სპორტში და ვოგში, ზოგადად არის აი ესეთი რა 3-დან 0 კომპრესორიც ნუ კარგია, მაგრამ უნდა იყოს მინიმუმ 5-დან 0, მით უმეტეს რესტაილინგში. აი ხა არა რესტაილინგზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ იმის ყიდვას ნაღად არ გირჩევთ და ვერც აღარც იყიდება, აღარც ჩამოყავთ და რავი 1000-დან 1 ვარიანტი იქნება, რომ კარგი ავტომობილი ნახოთ. ამიტომ ძირითადად მე გესაუბრებით დღეს რესტაილინგ ვარიანტებზე. ხო, მოკლედ მოსახელშიც ნუ Range Rover-ია ეხა და წონას და რამას როგორც შეუძლია ისე უმკლავდება თავის დაკიდების სისტემით და ჰაერის ბალიშებით და კიდე ის მინდა აღვნიშნო, რომ აი ეს ავტომობილი არის მაინც დიზელიც, ესეთი ბენზინიც, ყველა მაინც წყნარად შვიდად უნდა გადაადგილდე, მით უმეტეს ქალაქის პირობებში რა. არ არის ეს აი როგორც ან X5 ან თუნდაც მოქანავე GL-ი ან ძველი ML-ი, ამის კონკურენტი, რო ვთქვათ, აი გაძვრე გამოძვრე და რაღაც. კი შეუძლია ვოგთან შედარებით, Discovery-სთან შედარებით, შეუძლია რომ აი გააძვრე გამოძვრე ქალაქში, მაგრამ საერთოდ არ არის ეგ ტიპი რა. ამას უხდება, როგორც ინგლისელებს უყვართ, კაპიტანური ესე ეგრეთ წოდებული პასატკით. ამ შვიდად წყნარად უნდა იგორაო რა. ამ შემთხვევაში წვათ სადღაც მინიმუმამდე ჩამოვა, ამის მინიმუმი რაღაც 18-19 ლიტრი არის. სხვა შემთხვევაში 21-22 ჩვეულებრივად წვავს და კიდე მინდა აღვნიშნო, რომ როგორც მე პატრონმა მითხრა, Stage 1 ჩაწერის შემდეგ, ანუ წვა არ მომატებულა, შეიძლება რაღაც მომენტში დაიკლო კიდეც, მაგრამ ბევრით არა დარჩა დაახლოებით იქივე. ნუ გადაცემა და კოლოფი კარგად მუშაობს, ჩვეულებრივად ხოშიანად ერთავს მინდა გითხრათ და ზოგადად ეს ZF-ის
მე მოვწონს Land Rover-ის არჩევანი, რომ თავის მოდელებზე არ დააყენა რაღაც სხვა გადაცემათა კოლოფი და დააყენა ZF-ის გადაცემათა კოლოფი, მხოლოდ დასაფასებელია. ყველა ავტომობილს მეგობრებო, ეს იქნება როგორც თავიდან ვთქვით, ახალი, ანუ უბრალოდ მეორადებზე როცა ვსაუბრობთ, ყველა ავტომობილს ჭირდება მოვლა, ყველა თანამედროვე ტურბინიან, თუნდაც უტურბინო და კომპრესორიან ძრავებს ჭირდებათ თანამედროვე პირობებში მოვლა, იმიტომ რომ სოფლიოში, არა მარტო საქართველოში ძალიან მომრავლდა, ანუ ავტომობილების რაოდენობა გაიზარდა ბოლო წლების 10 წლეულის და 20 წლეულის განმავლობაში, სიცხეში, ანუ სხვადასხვა ტემპერატურულ რეჟიმებში ძალიან დატვირთულია. ყველა ავტომობილი, არა მარტო BMW, Mercedes-იც, Volkswagen-იც, ყველა აბსოლუტურად. და რა თქმა უნდა Range Rover-იც. ამიტომ ყველა ავტომობილს ჭირდება სათანადო ყურადღების მიქცევა და მოვლა და ეს ყურადღების მიქცევა და მოვლა იგულისხმება იმაში, რომ Z შეუცვალოდ გადაცემათა კოლოფში ვთქვათ 40-50000-ზე, ძრავში სადღაც 5000-6000 არის ყველაზე მაქსიმუმი. რა მე Vox როცა გადავიღებთ, იქ უკვე საერთოდ სხვა კომფორტის ესე ვთქვათ ლეველია და ის კიდე საერთოდ სხვა ტიპი არის. ეს მაინც უფრო ესეთი მოკლე შეკრულ შთაბეჭდილებას გვაძლევს და უფრო თავის სახელს ამართლებს რა. მე არ ვამბობ, რომ ეს X5-ზე მეტად სპორტულია ან სხვა კონკურენტებთან შედარებით. ეს არის მეგობრებო, უნდა გავითვალისწინოთ რამიანი ავტომობილი, რომელიც 2750 კილოზე მეტი არის, მით უმეტეს, როცა დატვირთული არის და შიგნით ხალხი ზის სავსე ბაკი და ასე შემდეგ. 3 ტონაზეც კი ადის. აქედან გამომდინარე, ხა რა უნდა მოვთხოვოთ ამას, ისეთი თავის მოვალეობას ასრულებს ძალიან ნორმალურად და კარგად. სპორტი, ბევრი რო არ გავახუროთ, ხო, შეიძლება სასაცილოც იყოს, მაგრამ როგორც გითხარით, Land Rover-ის ხაზში, კი ბატონო, ერთ-ერთი ყველაზე სპორტული ავტომობილი იყო მაშინ როცა გამოვიდა, შემდეგი ახალი თაობაც სპორტიც არის Land Rover-ის ხაზში ყველაზე სპორტული ავტომობილი, თუ თქვათ უკვე ახალ Velar-ს არ ჩავთვლით. მივადგათ კიდევ ერთხელ ცოტა დაფიქრდა მე კომპრესორის წუვილის ხმამ და შემოაღწია სალონში და მიდის მაღალ ბრუნებზე. ალბათ სტეიჯით ზუსტად ესე არის ჩაწერილი, რომ მაღლებზე არ მოკლეს. ზუსტად არ ვიცი ხა როგორ არის და რა პრინციპით არის ეგრეთ წოდებული ნასტროიკა ჩაწერილი, მაგრამ აშკარაა, რომ ავტომობილი მაღალ, ასე ვთქვათ, სიჩქარეზე და მაღალ ბრუნებზე არ ყოდება და ეგ ძალიან კარგია. ეს აძლევს ძალიან დიდ უპირატესობას ამ ავტომობილს. მოდი ეხლა უკვე დავუძახოთ ჩვენ კონკურენტს და ნახოთ თუ რისი მაქნისი არის ეს კონკრეტული ავტომობილი. პირველი გარბენი. გადავიხიეთ. რამდენი კორპუსია ძმაო? 2 კორპუსი სტაბილურად. რამდენი 160 ვერ გვეწევა. მეგონი საკმარისია. აშტი X-ვიათი რა თქმა უნდა გადავიხიეთ ეხლა. ესეად გადაიღე შენ. ცოტა დამაგვიანდა და იხსალგებლა ამითი. უნდა გავუშვათ ეხლა. არ გამოვიდა, მაგრამ მაინც 2 ტონა, 2 ტონა, 3 ტონა, 2 ადამიანი სალონში. იქითაც ეგრე არის. ნახევარი აბზი, სავსე. ძალიან კარგად დადის. მინიმუმ 500 კილოთი არის მსუბუქი X5 და ჩემი აზრით ძალიან კარგი შედეგი ძადო ეხლა ამ Range Rover-მა. ეს მიუთითებს რამოდენიმე რაღაცაზე, რომ ერთი ავტომობილი არის ძალიან, ესე იგი, შენახული და კარგად მოვლილი და გარბენიც დასტურდება 126,000 კილომეტრი არის და ცოცხალია ავტომობილი. მეორე ის, რომ კარგი, ასე ვთქვათ, მსუბუქი stage 1 რაც არის ჩაწერილი, ის კაია. ანუ ვერ მეწევა, რაც უფრო რაღაც სიჩქარე იწევს 150-მდე, 160-მდე და ანუ ხო ის მომენტი ხო არ არის რომ რაღაც 20-დან ჩავაგიდო 40-დან 100-მდე მე ვიყავი წინ ან კაი 120-მდე და მე მეწევა. 160-მდე პირველ გარბენზეც და ეხლაც ანუ
ვერ გეწევა რა, ნუ ის X5 არის სტოკი, ანუ არ არის არაფერი გაკეთებული. აქ არის უმსუბუქესი stage 1, ანუ 30 ცხენი მე მგონი საბურავზე. ბევრად მეტი შეიძლებოდა რომ ამოღებულიყო, მაგრამ 30 ცხენი, ანუ 450 ცხენი. საბურავზე, სადღაც 540-530 ცხენია გძრავზე და ბრავ რამ ავტომობილს, იმიტომ რომ აი ხა უკანა ბორბლებით წავაბუქსავო ცოტა იმის მიხედავად, რომ თავისი ზომები არ აყენია საბურავზე. მოკლედ ძალიან მაგარ მდგომარეობაშია ეს ავტომობილი რა. არა, ძალიან მიდის, აი გახტა და დაიკიდა X5 ფეხებზე რა. და ვერ მეწევა. ძალიან ამ ტემპერატურაც ნორმალურია, ხა ამ ძალიან არცელა 40 გრადუსები არ არის. ხო და. ბრავო. Range Rover-ი კომპრესორი, აი ეს არის უბრალოდ მეგობრებო. სანამ X5-ის turbo lag-ი ასე ვთქვათ, აზზე მოვიდა და ხოთზე მოვიდა, მანამდე Range Rover-მა იმ ხელა ოპერატორმა მოიპოვა, რომ უკვე აზრი აღარ ქონდა. ეხა ცოტა თანაბრად ჩავაიწევ, მაგრამ აი გაბასარით 140-ის მერე, 130-ის მერე რომ დავიწყეთ უფრო და უფრო მაგრამ მივდიოთ და ამ ავტომობილს აეროდინამიკა ძალიან ცუდი აქვს, როგორც იცით, ნუ ძალიან ცუდი რა ეხა X5-ს უკეთესი აქვს. ფორმებიდან გამომდინარე ეს კვადრატული არის მაინც. რამაზე ავტომობილი ესე შედეგს როდებს, ნუ არ ვიცი რა. ბრავო. მინდა მიულოცო თავისუფლად მფლობელს რა. ძალიან მაგრამ იდის, აი და კომპრესორის მთელი მუღამი რაც არის, აი ძალიან მაგრამ იდის რა. ალბათ მეგობრებო, ამის მერე ჩეკი დახვდება ლევანის მანქანაში. სამწუხაროდ ეგეთია მე ვეთხოველობა. 3-ზე ეწვდება ზეთი და არ დახვდება. ჩეკი აგინთო? აი ისე ვიგავჩერდეთ. მაინცად. თავის პოჭი ისწორებს რაკნას. წაგებული დუელს მერე. იმ მანქანას მეგობრებო, აქ ესე ვთქვათ არასტანდარტული რა, ანუ X5 გაკეთებული, გადაცემ ანუ გამშვების სისტემა აქ არასტანდარტული და მფლობელს გონია რომ აქედან გამომდინარე მისი მანქანა ვეღარ დადის ისე როგორც მანამდე, თუმცა ძალიან მაგარი ხმა აქვს. რომელსაც მოგასმენინებთ. ფიქრობს რომ მოკლედ ამ X5-ის გაკეთების მერე ვეღარ დადის. პროგრამა არ წერია, ანუ არანაირი stage არ არის, არანაირი კატალიზატორიც აყენია და ნუ არ ვიცი. ფაქტი ის არის რომ Range Rover-ი თავიდანაც ძალიან მაგრამ იდის და რაც თავარია, მერე არ ყვდება. ფაქტი არის რომ დაახლოებით ხა 160-მდე არ მოკვდა და მერე 200-ის მერე შეიძლება გაესწრო ხა X5-ს ეგ არ ვიცი და გზა აგვაძლევს მაგის საშუალებას რომ შეგვემოწმებინა. აქედან გამომდინარე ბრავო Range Rover-ს და 5-დან 0 კომპრესორს. მოკლედ მეგობრებო, ნახეთ რა უქენით F15 X5-ს, რომელიც არის 4x4 twin turbo 450 ცხენი, იქ ნუ რაღაც
პატარა პრობლემებია, არაფერი ისეთ სერიოზული, მაგრამ ეს გარბენები მხოლოდ იმაზე მიუთითებს, თუ რა მაგარ ხოძეა, ასე ვთქვათ, ეს კონკრეტული ავტომობილი, როგორ კარგად შეირგო მსუბუქი Stage 1, როგორ მიდის მაღლებზე შესანიშნავად და ასე ვთქვათ, თავისზე 400-500 კილოთი მსუბუქ ავტომობილს, აი, რას უშვება ეს 5-დან 2 კომპრესორი. მხოლოდ და მხოლოდ პლუსი ამის გამო ავტომობილს და ბრავო, ნაღდად არ მოველოდი, თუ ესეთ შედეგს აჩვენებდა იმის მიუხედავად, რომ ის X5 სადღაც ახლა 0.5-0.4 წამით თავის ქარხულ მდგომარეობასთან შედარებით უფრო ნელად დადის. შესანიშნავ ხოძეა, იქ ჩეკი არ ანთებს, არაფერი ის მანქანა ჩვენ გადავიღეთ და ვისაც იმ ავტომობილის ტესტ-დრაივი არ გინახიათ, შეგიძლიათ ნახოთ. ლინკი გამოვა, არ გამოვა, მაგრამ თქვენ თვითონ შედით ახსა და ნახავთ. მოკლედ, ბრავო ამ Range Rover-ს. მხოლოდ და მხოლოდ მე და ოპერატორი შოკში ვართ, ნაღდად არ მოველოდით თუ ამხელა 3 ტონიანი ავტომობილი ესეთ მაგარ შედეგს დადებდა რა. 5-დან 0 კომპრესორი შესანიშნავ ემოციას გვანიჭებს. ეხლა კიდევ ერთხელ დავსტარტოთ ადგილიდან. მეგობრებო, კი ვიცით რომ ძალიან მაგრა დადის, მაგრამ მაინც ჩვენი ინტერესისთვის ეხლა ტელეფონში უბრალოდ გავზომავ და თან კიდევ ერთხელ შევიგრძნობთ კომპრესორის შეგრძნებას. ერთი პედლი ჩვეულებრივად სპორტში მაქვს გადმოტანილი და ნუ პირველი სიჩქარე არის ამჯერად. და ვნახოთ 0-100 როგორ ექნება. წავიდა რა მაგრა მიდის კომპრესორი. სადღაც 6.5 იყო, ხო, მაგრამ ეხლა ნუ 3 კაცი ვზივა, წერა როცა გაზაობდით, მაშინ X5-ს როცა ვეჯიბრებოდით, მაშინ 2 ვიჯექით. ბიჭო, თან ადგილიდან არის ეს თო? თან, ხო, დაგვავიწყდა ეხლა აღმართზე ვიდექით, მეგობრებო. აქედან გამომდინარე, ყველაფერი აბსოლუტურად ჩვენ წინააღმდეგ იყო. ეს შედეგი ეხლა ჩვენთვის იმდენად ცუდი არ არის, იმიტომ რომ 3 ადამიანი ვზივართ, ნახევარი ბაკი, თან პრემიუმი არ არის სუპერი და ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როცა Stage 1-ია ჩაწერილი და ზოგადად Stage. მაგრამ ეს ყველაფერი ძალიან ცუდი არის X5-ის ფლობელისთვის, იმიტომ რომ ანუ იმის ავტომობილი მაშინ როგორ დადის და რამდენ წამში. თუ მაგალითად ეს დადის ამ მომენტში 3 კაცით 6 და 3-ში 6 და 4-ში. ანუ არ ვიცი. ეხლა კიდევ ერთხელ სწორზე ვცდით. ან ცოტა მაინც დაგვიანება არის. 6 და 8. არ არის მაინც ეხლა ეს სწორი გაზომვა, არ არის ხელით ესე, ანუ არაპროფესიონალურია, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ მანქანა არის ძალიან მაგარ მდგომარეობაში და შეგრძნება, რასაც აი ამ ჩაჭერით გვანიჭებს ჩვენ, არის ძალიან მაგარი. რაც უფრო ანუ აი 50 მილს თქვათ, ანუ 80 კილომეტრს ცდება და რაც უფრო მაღლა მიდის, უფრო და უფრო მაგრა და მაგრა დადის. გაზაობაზეც რაც გითხარით, ანუ მაქსიმალურად ცდილობს, რომ აი ნორმალურად იდგეს მოსახოვშიც, აი ხა იგრძნობა, რა თქმა უნდა, იგრძნობა მასა, რამა, ყველაფერი, მაგრამ რა შედარებაა, ეს ავტომობილი პრადო არ არის. პრადოსთან შედარებით ეს ავტომობილი არის, რა ვიცი, ვიღაცას მოეჩვენება, რომ კარტინგია რა. ამიტომ შეგრძნება და ასე ვთქვათ, ის სურვილი, რომ ვთქვათ ამ ავტომობილით იგაზაო, კი ბატონო, რაღაც დონემდე დასაშვებია და შესაძლებელია და ამის საშუალებას 5-დან 0 კომპრესორი მით უმეტეს გაძლევს, თუმცა ზოგადად არ არის მაგისტვის ეს ავტომობილი. კიდევ ერთი მთავარი რაც მინდა უთხრა ყველას, ვინც თქვათ ხა Range Rover-ი ვისაც ყავს და იცის, იმისთვის გასაგებია, მაგრამ ვინც არ იცის და თქვათ აპირებს შეძენს, ხო? ეს ავტომობილი იმის მიუხედავად, რომ ნუ წარმავალი თაობა არის და აღარ არის მიმდინარე, შემდეგი თაობა უკვე გამოსულია და მაინც ნუ 2013-იანია, მაგრამ ვიღაცამ შეიძლება 2010-იანიც იყიდოს და ანუ შეიძლება ის იყოს უკვე 11 წლის ავტომობილი და თქვათ აღარ არის, ხო პატარა. მაინც თავისი ვიზუალით, თავისი დიზაინით, იმხელა ყურადღებას იქცევს, მეგობრებო, გარშემო, რომ ანუ გეგონებათ, რომ რაღაც 100.000-იანი, 150.000 დოლარიანი ავტომობილით დადიხართ და იყოს მაქსიმუმ 1 ან 2 წლის. ხალხის დამოკიდებულება გზაზე სხვა ავტომობილების არის ძალიან პატივსაცემი და ყველა ძალიან დიდ პატივს სცემს ამ ავტომობილს, რაც ძალიან კარგი არის იმ ხალხისთვის, ვინც შეიძენს და
ამას ყველა გაიგებს, როცა უკვე ფლობელი გახდება. და ვისაც ყავს, იმან უკვე იცის, რაზეც ვსაუბრობ ახლა. რადგან ხა აი ოპერატორმაც განახათ ავტომობილი და ჩავიარეთ ამ ადგილზე, ყველას კარგად მოგეხსენებათ. ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტი ამბავი. მე ვიცნობდი დემეს, მისი ავტომობილიც გადავიღეთ და ძალიან გული დამწყდა, ძალიან განვიცადე და ზოგადად ძალიან ცუდი ტრაგიკული ფაქტი მოხდა რა და რა თქმა უნდა მოხდა წარმოუდგენელი ფაქტი, მაგრამ ამ ყველაფერში მე უფრო ვაბრალებ ინფრასტრუქტურას. ჩვენთან რო ქვია ავტობანი, ის ავტობანი მეგობრებო არ არის მით უმეტეს ვინც ნამყოფი ხართ ევროპაში და ნამდვილი ავტობანი, ასე ვთქვათ, იცით რა არის და გივლიათ, ყველა დამეთანხმებით რომ ჩვენთან არანაირი კავშირი არ აქვს იმ, ასე ვთქვათ, გზას, რასაც ავტობანს ვეძახით, ნამდვილ ავტობანთან. და ჩემი აზრით, არ ვიცი ხა ბევრი დეტალი, მაგრამ აი ამისგან გამოწვეული არის ის ფაქტი, რაც მოხდა და ზოგადად საქართველოში ჩვენ გზები არ გვაქვს რა. ძალიან სამწუხაროა, ძალიან გული დამწყდა, უსამძიმრებ მის ყველა, ასე ვთქვათ, ახლობელს, ოჯახის წევრებს, მეგობრებს, რავი, ხა ვინმე რო არ გამორჩეს, იგივე მასკვიჩას, იგივე გიორგი სულავად ძალიან მეგობრობდა და ძმაკაცობდა და რა ვიცი, ყველა მის მეგობარს და ახლო ადამიანს უსამძიმრებ. ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა და რა ვიცი, ყველას მოგიწოდებთ, რომ ჩვენ თავებს რაღაც ლიმიტები დაუწესოთ ხოლმე რა და ბოლომდე, ასე ვთქვათ, ერთხელ ჩააჭერ, ორჯერ, მოდი რა მესამეჯერ აღარ გინდა და თავი შევიკავოთ. რა მით უმეტეს იმ სიტუაციაში, როცა არ გვაქვს არანაირი გზა და არ გვაქვს არანაირი ინფრასტრუქტურა რა. აი ეს მინდოდა მეთქვა. ეს იყო დღევანდელი ვიდეო, იმედია მოგეწონათ, იმედია მიიღეთ ყველა საჭირო ინფორმაცია, აუცილებლად დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი, შეგვეხმიანეთ, ვისაც კარგი საინტერესო ავტომობილები გყავთ, განსაკუთრებით Range Rover Sport SUV არის შემდეგი თაობის, ძალიან დიდი სურვილი გვაქვს რომ გადავიღოთ. მოკლედ ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე, აბა კარგად.